მე მინდა გაგახსენოთ ის ორი მოციქული, რომელიც ხსენებას დღეს არის. ლუკა და კლეოპა, 70 ლუკა ამავე დროს მახარებელიც არის. გახსოვთ ეს ცნობილი სახარება, როცა ჩვენ სისხლის სახარებას ვკითხულობთ ხოლმე კვირაობით პერიოდულად, როცა ემოსკენ მიდიან. ლუკა და კლეოპა. გახსოვთ როგორი სიუჟეტია. ლუკა და კლეოპა მიდიან და საუბრობენ იმაზე, რაც მოხდა. ანუ ჯვარცმაზე და ქრისტეს მოკვდინებაზე, მის დაკრძალვაზე, შეწუხებულები არიან, საუბრობენ. გახსოვთ ქრისტე რო გამოეცხადება. გახსოვთ ეს? ვერ იცნობენ ქრისტეს, ხო გახსოვთ? ვერ იცნობენ და არადარა საოცარია, მათ გვერდზე დგას და ვერ ცნობენ. სულ რამდენიმე დღეა გასული, ქრისტეს ვერ ცნობენ. არ არის ახსნილი, რატო ვერ ცნობენ. მაგრამ ჩვენ ვიცით ფაქტი, რომ ვერ ცნობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლუკა და კლეოპა. ისინი, ვინც ქრისტეს მოწაფეები იყვნენ, მკვდრათით აღდგარ მაცხოვარს ვერ ცნობენ. ამ დროს ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ცნობდეთ. ამ დროს ეშმაკეულები ეგრევე ცნობენ. ესენი ვერ ცნობენ და შემდეგ დაინახავენ, გახსოვთ, შემდეგ იცნობენ. აბა წინ რა პერიოდი უძღვის, სანამ ისინი ქრისტეს იცნობენ. წინ უძღვის შემდეგი პერიოდი. წმინდა წერილის განმარტება, მათ უფალი განუმარტავს წმინდა წერილს, ჩვენ რომ დაჟინებით ვითხოვთ, მუდმივი კავშირი წმინდა წერილთან. მუდმივი კავშირი, მუდმივი, დაუზარებელი. აი, უნდა ეძებო, უღმავდებო და იფიქრო, შენი გულის წიგნად იქცეს. და მეორე, აზიარა, განტეხა პური. გესმით? წმინდა წერილთან კავშირი და ზიარება, ანუ საიდუმლოება. როგორც კი ეს ორივე მოხდა, იმ წამსვე უფალი იცნეს. თუმცა უფალი მერე გაქრა მათ თვალსაჩინარიდან. და კიდევ ერთი, რაც ამასთან ერთად იყო, ამ ორთან ერთად, ანუ წმინდა წერილის გამოძიება და ზიარება. კიდევ ერთი რამ იყო. ეს იყო, მე ამბობენ, ისინი თვითონ ამბობენ. არ გახსოვს გული როგორი განხურებული იყო ჩვენ შორის. ანუ მათი მდგომარეობა იყო ლოცვითი, ისიხასტური ლოცვითი მდგომარეობა, როცა გულით გრძნობენ ღმერთს. ქრისტე მათთან არის, ისინი ვერ ხედავენ. ქრისტე ჩვენთან არის სულ, ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ გული უნდა გრძნობდეს. გული მაშინ გრძნობს, როცა ადამიანი სწორად ლოცულობს. როცა აი ეს ისიხასტური გულმხურვალე გონიერი ლოცვა რასაც ქვია. პლიუს უღმავდება წმინდა წერილს, პლიუს ევქარისტიულ ერთობაში არის ეკლესიაში ეზიარება, მხოლოდ აი ამის საშუალებით. ანუ გონიერი ლოცვით, წმინდა წერილში ჩაღმავებით და ევქარისტიული საიდუმლოებაში მონაწილეობის მიღებით შესაძლებელია ქრისტეს დანახვა, მისი ცნობა და ის რომ შეცდომა არ მოგივიდეს და მისი დამოწაფება.